ისმის. ოკეი. კი. ჩაწერა დავიწყეთ. ახლა ეკრანს გაგიზიარებთ. ეს აქეთ გადავწიოთ. ესეც აქეთ გადავწიოთ. ოკეი. ეკრანის ჩანს ალბათ. წამით. ჩანს ხო? ჩემი ეკრანი. ჩანს. ოკეი, მშვენიერი. კარგით, მეგობრებო, ესე იგი დღეს უკვე გადავდივართ ექსპრესზე. მე გითხარით, რომ რაღაცები დავგჩა Node-ში, ანუ იმ ხრივ, რომ აი პირველ ლექციაზე რაც ახსენი, აი მან ცოტა კიდე რაღაც სიღრმეები არის, რაც მინდა რომ იცოდეთ. თეორიული მხარე, მაგრამ აღარ მინდა რომ ეხლა თავი შეგაწყინოთ მაგ თეორიული მხარით. და ამიტომ ესე ვიზავრო, ცოტა მერე მაგ ლექციასაც ჩავატარებ, სადაც ცოტა უფრო სიღრმისეულად გაგაცნობ Node როგორ მუშაობს. არც არის ახლა მაინდა-მაინც მაგის ცოდნა სავალდებულო, advanced თემებია უფრო, მაგრამ მაინც მინდა რომ იცოდეთ რა, იმიტომ რომ ბევრი ვინც მუშაობს ახლა მაგალითად Node-ზე ან ასე შემდეგ, ეგეთ რაღაცები არ იცის და დეველოპერი როცა ხარ, მგონია რომ ეგეთ რაღაცები უნდა გვესმოდეს, ამიტომ მე როცა მაგის დრო იქნება და ჩავთვლი საჭიროდ, მაგ ლექციასაც ჩავატარებ. ამიტომ მოდი ახლა ცოტა უფრო action-ზე გადავიდეთ და ამიტომ ამ ლექციაზე ახსნით Express. და სანამ ოღონდ გადავალ ექსპრესზე მინდა რომ ესეთი რაღაც გითხრათ. არის ესეთი ძალიან კარგი თული, რომელიც თქვენ დაგჭირდებათ და ეს თული არის Postman-ი. Postman-ი და გეტყვით ახლა რა არის Postman-ი, აი ესე იწერება, დასერჩეთ, მინდა რომ ჩავიწეროთ ყველამ. ძალიან საჭირო რაღაცა არის, როცა API-ებთან მუშაობთ და რატომ? Postman-ი იმის საშუალებას მოგცემს, რომ ჩვენი API-ები გავტესტოთ მარტივად. აქამდე ამას ვაკეთებდით, როგორ რომ პირდაპირ ლინკს წერდით ხოლმე, მაგალითად ბრაუზერში და ანუ ეგრე ვაგზავნიდით request, მაგრამ როცა უკვე ჩვენი API უფრო დიდი იქნება და უფრო დიდ API-ებს გავაკეთებ, ეგრე რა თქმა უნდა ვეღარ გავტესტავთ. ამიტომ და მე ეხლა მაგას თქვენ განახებთ რა განსხვავება არის და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან კარგი რაღაცა არის და ამით შეძლებთ რომ ხო, როგორც თქვი, თქვენი API-ები, რასაც დაწერთ ხოლმე, ძალიან მარტივად გატესტოთ და ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს იდეაში. ხო, კიდევ არის Postman-ის გარდა ერთი ძალიან კარგი თული, ეს არის Swagger-ი ქვია. და მომავალში მაგასაც გავივლით. Swagger-ი უფრო კარგი არის მაშინ, როცა ბევრი მუშაობთ ხოლმე ერთ API-ზე და მაგ დროს გიწევთ ტესტირება API-ს. ოღონდ ტესტინგი არ აგერიოთ სხვა ტესტინგში. ის რაზე წინაზე ქონა ხოლმე საუბარი ტესტირების თულზე. ერთმა დამის მგონი შეკითხვა. ეს არის სუბთად რომ თქვენი როუტები ნახოთ როგორ მუშაობს, რას აბრუნებს და ასე შემდეგ. ოკეი, ამის შეწერა ძალიან მარტივია. ეხლა მე მიჩვენებს Apple-ს და თქვენ Windows-ი გაქვთ Windows ამოაგდებს ძალიან მარტივად ჩაიწერთ. რო გახსნით იქ პატარა ავტორიზაციას გაივლით, ხავ შეგიძლიათ რო ქნათ, ან ლექციის მერე, მნიშვნელობა არ აქვს. და ესეთი თული არის, აი ეს რაღაც ამოვარდება, ძალიან ბევრი ფუნქციონალი აქვს. და ძალიან ბევრი რაღაც გაკეთება შეიძლება და გზადაგზა ჩვენ ამას ვნახავთ, რა და როგორ არის. მაგრამ მოდი ახლა მარტივ მაგალითზე განვიხილოთ ეგ ამბავი. მოდი გავხსნათ, ხო, ეს ჩავთვალოთ რომ ყველამ ჩავიწერეთ და როცა ამას ჩაიწერთ, მე მოდი გავტესტოთ ჩვენ აქამდე აწყობილ მარტივ API-ზე როგორ მუშაობს და როგორ უნდა გავტესტოთ API ზოგადად, იმით რა ქვია, Postman-ით. ოკეი, ეხლა მოდი გავხსნი ჩვენ API-ს, რაც გავაკეთეთ. წინა სემინარზე იყო ეს და ესეთი სიტუაცია გვაქვს, ალბათ ყველამ ვიცით. ეხლა მოდი გავუშვებ npm run start იყო ესეთ. ხო, ჩვენ API-ს გაიშვა აქ და აი ხა მაგალითად მინდა რომ გავტესტო ეს როუტი როგორ მუშაობს და რას აბრუნებს, ხო? ამას როგორ ვაკეთებდით ხო აქამდე? გავხსნით პირდაპირ ამას და ეს რო იხსნებოდა request-ი იგზავნებოდა და ნახულობდით რომ ოკეი, კარგად მუშაობს. ასევე მაგალითად about-ზე ხო? About-ზე რომ ნახოთ, about-ზეც ეს რაღაც გავაკეთებთ, about-ი გავუშვებთ და ამაზეც აბრუნებს ამას, ხო? მაგრამ ეს მოუხერხებელი იქნება რა თქმა უნდა უკვე შემდეგ დიდ API-ზე როცა და არა დიდ, აი ოდნავ უკვე როცა გავზდით და სხვადასხვა ტიპის request-ებს დავწერთ, ამას ესე ვეღარ ვიზავთ რა და ესე არც არავინ არ აკეთებს. ამის მაგივრად ჩვენ request-ები შეგვიძლია გავაგზავნოთ Postman-დან და აქედან გავტესტოთ ჩვენი API როგორ მუშაობს. და ძალიან მარტივი არის, ხა იქ ნახეთ.
აი ხა ინტერფეისი რაც არის, ნუ ეხა მე ეს ლაიტზე მაგ გადართული აქედან წესით შეიძლება რომ შევცვალოთ და შავზე გადავიყვანოთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ყველას უფრო ნაითი თემი მოგწონთ და dark-ზე რო გადავიყვანოთ, manual ორიწამი dark-ი, ესე მგონი უფრო კარგია. ნუ თქვენი სულის ამბ რა თქმა უნდა. და ხა მაგალითად გვინდა რომ request-ი გავაგზავნოთ ჩვენს მიერ დაწერილ API-ს. აუცილებელია რა თქმა უნდა რომ API ჩართული ქონეთ, თუ გამართული ქონა, არ გაგიზავნება request-ი. News დავაწვევით, ჩვენ გვინდა HTTP-ს ვიყენებთ, ხო რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი. არის სხვადასხვა ტიპის რაღაცეები, აქედან ჩვენ შევეხებით WebSocket-ს მაგალითად ეს რაღაცებს. მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს HTTP და ხო, პირველი არის რა ტიპის request-ი გვინდა რომ გავაგზავნოთ. ჩვენ ამ მებზე დღეს ვისაუბრებთ ბევრს, რა არის და როგორ არის, მაგრამ ნუ აქამდეც დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით გავიგეთ რა რაშვება. ეხლა ჩვენ რაც გვინდა ეს არის get request-ი, იმიტომ რომ გვინდა რომ რაღაც რო გავაგზავნით რაღაც request, დამიბრუნოს უკან hello world-ი. ეს არის get request-ი. მაგრამ ეხლა ლინკი რომელია? ლინკი არის ეს, ამიტომ ავიღებთ ამ ლინკს და ჩავწერთ აქ. აქ უკვე იწერება ლინკი. ლინკს რო ჩავწერთ, ამას დავასეივებთ, ესე და sense რო დავაწვევით, გაიგზავნა request-ი როგორც ხედავთ და დამიბრუნა hello world-ი. ანუ იგივე გააკეთა, რასაც აკეთებდა ბრაუზერში რო ვაკეთებთ, უბრალოდ ეს ბევრად უფრო მოხერხებულია რა. და თქვენ რო API-ში ბევრი request-ი, ბევრი სახის request-ი გექნება, თუ უკვე მაგეებს თან შეინახავთ და მაგას განახით როგორ ხდება მე. და ძალიან მარტივად გატესტავთ უკვე. მაგალითად მინდა რომ about-ზე გავაგზავნო ხო request-ი. შეტყობ ჩამოდის არ ვიცი. აი about-ს ხო? ამიტომ ავდგები. აქ დავწერ /about send-ი დაებრუნა about-ას. ხო? ეს არის და ეს რა, კიდე გზადაგზა ნახოთ რაღაცებს, ხო? ამ ეტაპზე ალბათ დაახლოებით მიხვდით რა შვება ჩვენი პოსტმენი. კი ბატონო. ოკეი, ამაზე რამე კითხვა ხომ არ გაქვთ, სანამ გადავალ ექსპრესზე? ოკეი, ანუ ყველაფერი გასაგებია. ეხლა მოდი უკვე გადავიდეთ ჩვენი ლექსიის მთავარ თემაზე, ეს არის ექსპრესი და პირველი კითხვა რაც დაისმევა რა თქმა უნდა ლოგიკური. რა არის ექსპრესი ზოგადად და რაში გამოიყენება? ჩვენ აქამდე პირველ კვირაში დაახლოებით გავეცანით Node-ის პრინციპებს, რა არის Node, როგორ მუშაობს, რატო ვიყენებ და ასე შემდეგ. მაგრამ როცა რაღაც ტექნოლოგიას სწავლობთ ხოლმე, ძალიან ხშირ შემთხვევაში არსებობს რაღაც სხვა ტექნოლოგია, ბიბლიოთეკა თუ რაც არ უნდა იყოს, რომელიც დაშენებული არის ამ ტექნოლოგიაზე და უფრო ამარტივებს რაღაცეებს. კოდის წერას კონკრეტულად ამ შემთხვევაში. მაგალითად, აი ვისაც გქონიათ ფრონტზე შეხება, ეგეთი არის, რომ აი თქვა თუ წერ ჩვეულებრივად HTML, CSS, JavaScript-ით, რასაც ქვია vanilla, ხო? არსებობს ამაზე დაშენებული უფრო კარგი ტექნოლოგია, რომელიც უფრო მარტივად გვაწერინებს კოდს, მაგალითად React-ი ამ შემთხვევაში, ხო? ან Angular-ი შეიძლება იყოს, ხო? ანუ ყველა ტექნოლოგიას აქვს ეგეთი ზემოდან ამ ტექნოლოგიაზე დაშენებული ტექნოლოგია, რომელიც development-ს უფრო ამარტივებს, იმიტომ რომ დღესდღეობით ყველაფერი არის market-კენ, ასე ვთქვათ, ორიენტირი არის აღებული market-კენ, რომ აი ეს პროცესი developers გაუმარტივოთ. ასევე არსებობს უფრო ზედადონის ტექნოლოგიები, სადაც შეიძლება კოდის წერა საერთოდ საჭირო არ იყოს, ან ასე შემდეგ, ხო? ანუ market-კენ მიისწრაფის ყველა. და სწორედაც Node-საც აქვს ეგეთი ტექნოლოგია, რაც არის Express-ი. რომელიც არის დაშენებული Node-ზე, 100% არის Node-ის კოდი გამოყენებული ამ ბიბლიოთეკაში. უბრალოდ ისე არის გაკეთებული, რომ კოდის წერას ძალიან ამარტივებს და რაღაცეები უფრო მარტივად იწერება, ესე რომ ვთქვათ. ამას ეძახიან high levels ხოლმე. High level-ი ზოგადად ნიშნავს, აი მაგალითად პროგრამირებაში ძალიან ისეთი ცნება არის გავრცელებული და მინდა რომ ვიცოდეთ. მაგალითად JavaScript-ი არის high level ენა, იმიტომ რომ მარტივად იწერება JavaScript-ი, იმიტომ რომ რაღაცაზე არის დაშენებული JavaScript-იც და ის რომ რაღაცაზე არის დაშენებული, ესე იგი იმას ნიშნავს, რომ იმ რაღაცაზე ანუ უკვე ნაფიქრია ვთქვით, რომ უფრო მარტივად იწერებოდეს კოდი, ვიდრე აი რაზეც არის დაშენებული იქ იწერება. მაგალითად C არის low level პროგრამირების ენა, რაც ნიშნავს იმას, რომ ესე არაფერზე არ არის კონკრეტულად დაშენებული
მაგრამ უფრო რთულად იწერება კოდი იქ. აი სწორედ Express-ი აკეთებს იმას, რომ high level კოდს წერთ და უფრო მეტი აბსტრაქციები გვაქვს. ეხლა რას ნიშნავს ეგ? მე თუ Node-ში პირობითად წერ სიტყვაზე ვიძახი 10 ხაზ კოდს რომ რაღაც გავაკეთო, ხო? Express-ის ეს შეიძლება გავაკეთო 2 ხაზში. მაგრამ ამ 2 ხაზის უკან დგას ზუსტად ის Node-ის 10 ხაზი. ამიტომ ვიძახით ამ 2 ხაზს high level codes, იმიტომ რომ უფრო მარტივად იწერება და აბსტრაქცია არის იმ 10 ხაზის. ხო, იმიტომ რომ რეალურად ამის უკან ის 10 ხაზი დგას, მაგრამ აბსტრაქციულად ისე რომ იმას ვერ ვამჩნევთ, საერთოდ მაგის წერა არ გვიწევს და ამ ყველაფერს წერთ 2 ხაზში. ეს ყველაფერი ძალიან ისე დილეტანტურად ვიძახი ხა, მაგრამ დაახლოებით ეგ არის რა. და Express-ი არის ეს high level კოდის საწერად. მოკლედ შექმნილი ბიბლიოთეკა, სხვათა შორის framework-ით შეგვიძლია რომ ვხსენიოთ, მაგრამ სუფთად რო ვთქვა, npm-ის ერთ-ერთი ბიბლიოთეკაა. აი მაგალითად ეხლა ჩვენ წინა ლექციაზე განვიხილეთ ბიბლიოთეკას Slugify, ხო? ეგეთი ბიბლიოთეკა აღვნიშნეთ, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მასშტაბური. იმიტომ რომ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ Node-ის მთელი პროცესები გავამარტივოთ. ხო. ანუ დაახლოებით წარმოიდგინეთ რომ შევიქნათ ეგ არის Express-ი. რა თქმა უნდა ჩვენ ამას პრაქტიკაში ვნახავთ ახლა და როგორ, მაგრამ თეორიულად ამის განმარტება არის ეს. აქაც წერია ეგეთი რაღაც, რომ Express-ი უფრო ამარტივებს კოდის წერის პროცესს Node-ში. სინტაქსი თქვენთვის ძალიან ცნობილი იქნება, იმიტომ რომ JavaScript-ი არის, რა თქმა უნდა, და ძალიან მარტივად დავამუღამებთ ესე რა თქვა ამ ყველაფერს. ოკეი, მოდი, სანამ ხა შემდეგ სლაიდებზე გადავალ. მინდა რომ ჩავიწეროთ Express-ი, ნახოთ საერთოდ რა არის, როგორ გამოიყურება და რას გვიმარტივებს, ხო? ოკეი, მოდი ეგეთი რამე ვქნათ. ახალი პროექტი შევქმნათ და დავარქვათ Node week 2, მეორე კვირა. VS Code-ში შევიდეთ და პირველი რასაც გავაკეთებთ არის ის, რომ მოდი ვქნათ npm-ის ინიციალიზაცია. იმიტომ რომ Express-ი, როგორც გითხარით, ერთ-ერთი package არის npm-ის. ანუ თუ npm-ი არ დავაინიციირეთ, რა თქმა უნდა, ვერ ჩავიწერთ საერთოდ. ამიტომ ტერმინალს გავხსნი და გავუშვებ npm init ეს ბრძანებას. ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით. დავაჭიროთ enter-ს, ჩვეულებრივად test command-ი არ გვინა, ეს არ გვინა. ავტორში მივიდით სახელი პროსტა ჩემი და ეგ არის დაგენერირდა. მოდი აქედან ვექნათ ის, რომ რაც ვიცით უკვე რომ type-ი გადაუკეთოთ და მოდული იყოს. სკრიპტიც, ხო? წინა ლექციაზე ჩვენ გავიხილეთ, სკრიპტი დავუწეროთ, მოდი რომ დასასტარტად გამოვიყენებთ ხოლმე ამ სკრიპტს. სტარტი, რომელიც იქნება nodemon app.js და app.js ახლა განახებთ რატო მაგას ავხსნი. პირველ რიგში ჩვენ წინა ლექციაზე ქონა შექმნილი index.js ფაილი, რომელიც იყო გამშვები ფაილი. მომავალშიც ეგრე იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ შევქმნით app.js და რატო app.js. ანუ ეს არ გიგონოთ, რომ Express-ისთვის აუცილებელია, რომ მაინდა-მაინც ფაილს ეს app.js-ი ერქვას. უბრალოდ ჩათვალეთ, რომ ეგ არის კონვენცია, რაზეც თანხმდებით, რომ როცა ჩვენ ვიყენებთ Express ჩვენ პროექტში, ანუ Express-ის დამაკონფიგურირებელ ფაილს მოდი დავარქვათ ხოლმე app.js, ხო? ეს არის ყველგან მიღებული. თორე ნუ შეგიძლიათ, რომ სხვა სახელი დაარქვათ. მაგრამ ამ ეტაპზე ერთი რომ app.js-ი ერქმევა და app.js-ში ეგ მოხდება, რაც თქვი, რომ Express დავაკონფიგურირებთ. მაგრამ ასევე მოხდება ის, რომ სერვერსაც app.js-იდან გავუშვებთ. ანუ ჩვენი გამშვები ფაილი, ჩვენი სერვერის გამშვები ფაილი ამ მომენტში იქნება app.js. წინაზე იყო index.js, ხო? აი რო განახოთ აქ გამშვები ფაილს მეგულისხმობ, რომ აი სერვერი საიდანაც ეშვება, აი ეს კოდი სადაც წერია, რომ სერვერი უსმენს ამას და ამას. ეს არის გამშვები ფაილი. ამ შემთხვევაში იქნება app.js. ამიტომ დავწერე აქ ზუსტად nodemon app.js-ი, იმიტომ რომ node-ში ჩვენ ყოველთვის უნდა გავუშვათ ჩვენი პროექტის გამშვები ფაილი. ანუ ის ფაილი, საიდანაც სერვერი ეშვება, ესე ვთქვათ. და აქაც main-ი ამ შემთხვევაში იქნება არა index.js-ი, არამედ app.js. ოკეი. ახლა უკვე საჭირო არის ის, რომ ბიბლიოთეკა ჩავიწეროთ. ძალიან მარტივია ეგეც, npm გამოტოვება install. install-ის არ მახსოვს მე გითხარი თუ არა წინა ლექციაზე, install-ის შემოკლებული ვარიანტი არის, უბრალოდ აი რო დაწეროთ ესე და express. ესე.
მოდი თან გავადიდებ ცოტას დავინახოთ კარგად. ექსპრესი, თორესა დავწერე ექსპრეს და ჩავიწერთ ესე ჩვენს ბიბლიოთეკას ცოტა ხანი დავალებით. ჩაიწერა კი ბატონო, აქაც რო გადავიდეთ უნდა იყოს დამატებული ექსპრესი, ხო, აი ეს არის. და ახლა ის გადაგვჩენია რომ შემოვაიმპორტოთ ჩვენს პროექტში. იმპორტდება ძალიან მარტივად import express from express ესე შემოვაიმპორტეთ. და ახლა უკვე ეს განახობს მე, მაგრამ მოდი გამოვთავ რა არ მინდა რომ წინასწარ მიკარნახოს რაღაცები. ან დაიყოს თუ ძალიან დიდი რაღაცები არ მიკარნახა მე. ეხლა ეს რა შვება ეს ხაზი. Express-ის მოდული შემოვიტანეთ ჩვენ და ეს მოდული მთლიანად, ეს მოდული გამოვიძახეთ და შევინახეთ app სვლადში. ანუ app სვლადს გადაეცა Express-ის ყველა თვისება. ეხლა app იქნება, app სვლადი იქნება ჩვენი ამავალი წერტილი, საიდანაც შეგვეძლება რომ აი ამ app სვლადიდან გამოვიძახოთ Express-ის ყველა საჭირო მეთოდი და ამ მეთოდების გამოყენებით საბოლოოდ ავაგოთ ჩვენი API. მოდი კონტრასტი რო გავაკეთოთ წინა ლექციიდან, ხო? ანუ აქ როგორ ვაკეთებდით, რომ HTTP create server-ს უშვებდით და აქედან მე ცალ-ცალკე ვწერდით, რომ თუ ფესტეიმი არის ეს გააკეთე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, როცა დიდ server-ს ავაწყობთ, ეს კატასტროფა იქნება ესე როგორ დავწეროთ, იმიტომ რომ ვერ გავარჩევთ, ხო? ესე if else-ებით რო ვწერთ ამ route-ებს. ესე რა თქმა უნდა API რეალურად არ იწერება. ამიტომ ამის უფრო მარტივი ვარიანტი არის ნახეთ რა. აი ამით როგორც გითხარით apps-ა ყველა მეთოდი უკვე რომლითაც ანუ შევძლებთ იმას რომ ჩვენი node-ის API ავაწყოთ ესე რა ვთქვით. ერთ-ერთი არის ესეთი app get მეთოდი. როგორც ხედავთ აქ get-ის გარდა რომ დავწეროთ ძალიან ბევრი მეთოდი აქვს. შეიძლება იყოს ეს post-ი, შეიძლება იყოს ეს delete-ი და ამაზე ჩვენ დღეს ვისაუბრებთ. მაგრამ ნუ ყველაზე ესეთი რაც არის, ანუ პირველი რასაც გავაკეთებთ არის get request-ი და ამ get request, ანუ ნახეთ, აქამდე თუ ვაკეთებდი იმას, რომ HTTP-ს ვიძახებდი და იმას წერტილი create server-ს უწერდი, ეხლა უკვე მაგას აღარ ვაკეთებ. აი ამ კოდის უკარას ეხლა მე დავწერ, ეგ ყველაფერი უკვე იგულისხმება და უფრო მარტივად კეთდება აქედან გამომდინარე. პირველი პარამეტრი ამას რაც გადაეწოდება ჩვენ gets არის route, რომელ route-ზე მინდა რომ გაიგზავნოს request-ი. პირველი იყოს მოდი post-a slash, ხო? რაც ქონა აქ აი ეს route რაც იყო, ხო? slash-ი და მეორე არის რა მოხდეს ამ slash-ზე რა უნდა გავაკეთო. ამას გადაეწოდება callback ფუნქცია, ესეთი და ამ callback ფუნქციაში მე ვწერ იმას თუ რა მინდა მოხდეს მაშინ როცა user-ი request გამოაგზავნის ამ route-ზე. ნუ კლიენტი მოდი ასე ვთქვათ. ამ ფუნქციას, callback ფუნქციას თავის მხრივ გადაეწოდება ორი ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი და ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის request-ი და response-ი, ხო? ეგ არის. მოდი ახლა უბრალოდ ავდგეთ და ნახოთ მუშაობს თუ არა ეს ყველაფერი. console logit გავუშვათ და დავწეროთ hello world-ი. მაგრამ რა თქმა უნდა ეხლა ეს საკმარისი არ არის, იმიტომ რომ მინდა ის რომ server-ს მოусმინოთ, ხო? თუ server-ს არ მოусმინეთ, მაშინ ამას აზრი არ აქვს. ეს უბრალოდ route-ი გავწერეთ. ისევ და ისევ ვიყენებთ apps. და აქ უკვე ვაკეთებთ ეგეთ რაღაცას. Listen, ეს მეთოდი ჩაშენებული არის apps-ში. აქ წერით რომელ პორტს მინდა რომ მოусმინოს, ამ შემთხვევაში 3000 და როცა მოусმენს რა გამომიტანოს, რომ რაღაცა ბრძანება რომ თქვენ წარმატებით გაუშვით სერვერი. ან რაღაც ეგეთი ხო, რაც წინაზე ჩვენ დავწერეთ. ამიტომ იყოს ეგეთი რაღაცა იმიკარნახა კიდევაც რომ ხო, სერვერი ეშვება 3000 პორტზე. ანუ რა გამოვიდა ხარ, ჩვენ მთლიანი სერვერი რაც დავწერეთ ამ app-ზე აიკინზე ესე რა ვთქვათ. პირველი ის რომ გავწერეთ get request-ი და შემდეგი ის რომ უკვე მოусმინეთ ამ ყველაფერს და სერვერი გაუშვით. აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ აქ იმ მომენტს, რომ JavaScript-ის კოდი იკითხება ზემოდან ქვემოთ, ამიტომ რა თქმა უნდა პირველი აუცილებელი არის, რომ პირველ რიგში ჯერ route გავწეროთ და აქ უკვე app.listen-ი რომ წერია, ამ app-ში ავტომატურად იგულისხმება ის, რომ ამ app-ზე გაწერილი არის ეს route. Get-ი
რომელიც ამას აკეთებს. ოკეი. ამას უსმენს. ეხლა და რა თქმა უნდა ჯერ უნდა გავუშვათ ჩვენ რომ ნახოთ მუშაობს თუ არა node-mon არ გვინაღოთ, ჩვენ გავწერეთ სკრიპტი იქით npm run start იყოს ესეთი. გაეშვა, გამომიტანა ეს ისა რა ქვია, message, რაც მინდოდა. და აბა ეხლა ნახოთ მუშაობს თუ არა. ამჯერად გადავიდეთ Postman-ში. ეს წავშალოთ localhost-ი ავტომატურად იგულისხმება. უბრალოდ პორტი გვინდა 3000, ხო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენი სერვერი გავუშვით 3000-ზე. დავწერთ 3000 send-ი დაველოდოთ და პრინციპში გაუშვა, იმუშავა, მაგრამ ხო, ეხლა მოხდა საინტერესო რაღაც. და რა მოხდა? აქ არ მიბრუნებს არაფერს. ესე იმაშვება, რა ქვია, სულ loading-ი აქ, მაგრამ აქ დამილოგა hello world-ი. რატომ მოხდა ეხლა ეგრე? მე ხო რეალურად ამ route-დან არაფერს არ ავაბრუნებ, ხო? ჩვენ გვახსოვს როგორ ხდება ეგ, რომ route-დან რაღაც დავაბრუნოთ. response-ით უნდა გავაკეთოთ ეგ ამბავი, რომ clients მოვიდეს აქ ეგ. მაგრამ რა ხომ არაფერს არ ვაბრუნებ საერთოდ? უბრალოდ loading-ზე გაჭედა. მაგრამ კონსოლოგიაც მაქვს სერვერზე აქ გამომიტანა. ნუ მოდი ეგრე არ გვინა. კონსოლოგის მაგივრად დავაბრუნოთ ჩვენ ეს ყველაფერი. res წერტილი და აქ შეგვიძლია დავწეროთ send-ი, გავუგზავნოთ რაღაცა message clients და send-ი იყოს, მოდი ისევ hello world-ი ესე და გადავიდეთ ეხლა და ეხლა ნახოთ ეს როგორ იმუშავებს. კიდევ ერთხელ გავუშვათ და კი ბატონო, გამომიტანა hello world. მშვენიერი. ასევე მოდი უკვე ამასაც შევეჩვიოთ, რომ აუცილებლად ყველა response-ზე, რასაც ჩვენ გავაგზავნით, status code-იც გავაყოლოთ. ზოგი ამას არ აკეთებს ხოლმე და ნუ ეგ errors არ გამოიწვევს თქვენ აპლიკაციაში თუ status code არ გააყოლეთ, მაგრამ status code-ები არის აუცილებელი, იმიტომ რომ ყველა მოქმედებას, ყველა response აქვს თავისი სტატუსი. ზამით ჩატში რაღაც დაიწერა. კამერა ჩართული არის იმაზე რა ქვია, ჩაწერისას, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ვთავ ორივეგან ხოლმე კამერას. ოკეი. res end აღარ არის საჭირო. ნახე როგორი რაღაც არის. აქ ეხა რო დავწერო end-ი, იდეაში ესეც იმუშავებს და კიდე მესამე ვარიანტი არის JSON-ი. ორი წამი ის გამოვთოთ. JSON-ი და ამათ შორის იდეაში განსხვავება არ არის. ნუ განსხვავება არის იმ მომენტში, რომ იდეაში JSON-ით JSON ტიპის მონაცემებს გავაგზავნით ხოლმე და ვნახავთ რა მაგას. მაგრამ აი თვითონ შენს გამოიყენებთ whence დიდი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. აი მოდი დავწუნეთ ახლა მაგაში. res send-ი დავწეროთ და ისე მინდა. გავგზავნოთ request-ი და დაებრუნდა ისევ hello world-ი. ხო, ამ res. ეხლა რა შეეხება res ends. res send-ი რომ ნახოთ. დავასეივოთ, send-ი იგივე. ანუ განსხვავება არ არის. რომელიც გინდა ის გამოიყენეთ ხოლმე. მაგრამ ძირითადად JSON-ს გამოიყენებთ ხოლმე ჩვენ მერე. JSON-ი JSON ტიპის მონაცემებს გავაგზავნით, მაგრამ მოდი ახლა ეგ არ გვინდა. თუმცა ხო, ანუ რა კითხვაც იყო, ხო სწორად ნახე, ამას შორის განსხვავება არ არის. ოკეი. მოდი ეს გამოვთოთ. კი ბატონო, ეს გავიგეთ ხო? ძალიან მარტივი რაღაცა არის. და როგორც ხედავთ, ჩვენი პატარა პირველი აპლიკაცია ექსპრესიით ავაწყეთ. ოკეი, ამაზე ახლა რამე კითხვა ხომ არ გაქვთ? მე კითხვა ვон, თლად მაგაზე არა, ეგ გასაგებია. რაც დარჩა, წინაზე ვიყენებდით უბრალოდ node.app.js და ეხლა node-mon-ს ვიყენებთ და წინა ლექციაზე შევამჩნია ეგ უბრალოდ მეგონა რომ რაღაცა კონფიგურაცია რომ მოახდინეთ მაგის გამო მოხდა და ეხლა ეგ არ გაგვიკეთებია და მაინც ეგრე დაწერა და რა განსხვავება მაგათ შორის? Node ვერტყუევი შევამჩნია ნახე, მე რო ვუშვებ npm run starts ეს ბრძანება ეშვება. თუ გახსოვს წინაზე განვიხილეთ ეგ ამბავი. და აქ წერია node-mon.app.js. ანუ რეალურად ნახე, შენ გინდ node-mon.app.js გაგიშვია. არა, ეგ გასაგებია სკრიპტი თვითონ რაც არის. თუ მაგას მაშინ ვერ გავიკითხო მითხარ. თვითონ აი node.app.js ხო ვიყენებდით და ეგს mon, აი რასაც ქვია mon საიდან მოვიდა, ეგ ვერ გავიგე. ოკეი. node-mon-ი არის ბიბლიოთეკა npm-ის, რომელიც ჩვენ ჩავიწერეთ, თუმცა თუ გახსოვს, ჩავიწერეთ გლობალურად
ეგ ნიშნავს, რომ ყველა პროექტში ცალ-ცალკე დაყენება არ გვჭირდება. და რაში გვჭირდება, ეხლა ნახე, მე რომ Node-ით გავუშვა ეს Node app.js რო იყოს აქ. რატო არის ეს არაკომფორტული, რომ რამეს რო შევცვლი აქ, მე თავიდან უნდა გავუშვა ისევ, გამორთო და თავიდან გავუშვა. მაგრამ Node-მოით რა უშვებ, უკვე ავტომატურად ააპდეითებს მოყოლაფერს რა და კიდე ერთი რაც აქ ის რომ თუ რაღაცა გაიქრაშა ჩემი სერვერი, ან თავისით ითიშება. თუ Node-ით მაქვს რა გაშვებული, მაგრამ თუ Node-მონით მაქვს მე გაშვებული, ან თავისით არ ითიშება რა. ეგ დადებითი მხარეები აქვს. და ხო, ხო, რაღაც მეუბნებოდი მგონი? ხო, გასაგებია. ეგ მახსოვს რომ ჩავიწერეთ უბრალოდ ის მონო არ მახსოვდა როდის შევცვალეთ. ოკეი, თუ რამე იყო მე გადახედე მანდაც და ეგ ლექციის არის ეგ რა. ახსნილი უფრო დეტალურად. ოკეი, კი ბატონო. მაშინ მოდი MPN სტარტი გავუშვოთ ისა. ოკეი, სხვა კითხვები ხომ არ გაქვთ კიდე ამასთან დაკავშირებით? კი ბატონო, კითხვები არა. ოკეი. მოდი ახლა მანამ სანამ ჩვენ უფრო ჩავღმავდებით ექსპრესის ამბებს პრაქტიკულად. მინდა რომ რაღაც თეორიები განვიხილოთ, რაც აუცილებელია რომ ვიცოდეთ, მანამ სანამ დავიწყებთ API-ის წერას უფრო აქტიურად რა. ოკეი, ხა ის რა არის, ნახეთ. ჩვენ რასახის API-ებიც უნდა ვწეროთ, ამას უწოდებთ RESTful API-ებს. ჩვენი საქმე იქნება ეს. იმისათვის რომ გვესმოდეს რა არის, ანუ პირველ რიგში ხო აუცილებელია რომ გვესმოდეს რა არის RESTful API-ები. არა ეხლა რომ მარტივად გითხრათ, ძალიან მარტივად რა არის, ხო? RESTful API-ები არის ის API-ები, რომლებიც იყენებენ REST არქიტექტურას. და მაგისთვის ეხლა რო გავიგოთ რა არის RESTful API, უნდა გავიგოთ რა არის REST არქიტექტურა. და ხო, რას მოვიაზრებს? REST არქიტექტურა საქვს 5 ძირითადი წესი, რაც უნდა იქნეს დაცული, როცა API-ებს ანუ წერთ და ხო, უშვებთ. ეს 5 წესი ქმნის სწორედაც რომ ამ REST არქიტექტურას. და მოდი ახლა განვიხილოთ, ჯერ მარტივად ჩამოვუყოთ ეს 5-ვე რა არის. და მერე უკვე თითოეული თანდათან განვიხილოთ. პირველი ეს არის, რომ API აუცილებლად უნდა იყოს დაყოფილი ლოგიკურ რესურსებად. რას ნიშნავს ახლა ეგ? ლოგიკურ რესურსებად დაყოფა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება API-ში გვქონდეს სხვადასხვა რესურსები, სხვადასხვა endpoint-ები. ანუ ახლა ეგ რა არის? ნახეთ, ავიღოთ რაღაც აპლიკაციის მაგალითი. ვთქვათ, ჩვენ გვაქვს, მოდი ბარემ გადავიდეთ ამ სლაიდზე და აგანვიხილო რა. ვთქვათ, ჩვენ გვაქვს რაღაც e-commerce საიტი, ხო? რაღაც ისეთი საიტის პროდუქტებით ვაჭრობთ ესე რომ ვთქვათ. და ამ საიტზე უნდა აუცილებლად ჩვენ სხვადასხვა ტიპის რესურსები გვექნება, სხვადასხვა endpoint-ები, რომ შევხედოთ API-ის კუთხიდან. პირველი რაც შეიძლება გქონდეს, ეს არის პროდუქტები, ხო? იქ პროდუქტების წამოღება, პროდუქტების დამატება, წაშლა, ან ასე შემდეგ. ანუ პირველი რესურსი ეს არის პროდუქტები. მეორე ეს არის იუზერები. ჩვენ ეს აპლიკაციაში აუცილებლად გვექნება იუზერების დამატება, იუზერების ინფორმაციის შეცვლა, ან ასე შემდეგ. ასევე ჩვენ შეიძლება გქონდეს სხვა რესურსი, კატეგორიები. კატეგორიებიც ხო, ანუ e-commerce საიტის ნაწილია, ხო? იქ შეიძლება თუ გვაქვს მაგალითად ისეთი e-commerce საიტი, სადაც ვყიდი ტექნიკებს, შეიძლება იყოს სხვადასხვა კატეგორიები, როგორიც არის მაგალითად ყურსასმენები, მონიტორები და ეს რაღაცები. ანუ კატეგორიები შეიძლება ცალკე რესურსი იყოს. აუცილებელია რომ ჩვენი API ამ რესურსებად გავყოთ. ეს როგორც ახლა გვესმის იდეურად, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას პრაქტიკაში ჩვენ გავაკეთებთ და ვნახავთ ეგ ამბავი როგორ ხდება. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ ხო, პირველი მას თუ დაუწერელი წესი ამ REST არქიტექტურის არის ის, რომ ჩვენი ეს API იყოს დაყოფილი სხვადასხვა რესურსებად. შეიძლება ბევრად მეტი რესურსი იყოს. და ხო, ანუ მაგას გააჩნია რა მოცულობის არის ჩვენი API. ოკეი, ეხლა რაც შეეხება მეორე და მესამე წესებს. ეს რაღაც წესები ერთად არის ჩათვალით, ანუ ერთად უნდა განვიხილოთ. ეს მეორე არის, რომ გამოყენებული უნდა იყოს resource based URL-ები და გამოყენებული უნდა იყოს HTTP მეთოდები. მოდი ახლა ვნახოთ ეს რა არის. ამ მაგალითზე განვიხილოთ ისე, გვაქვს products-ი, users-ი და კატეგორიის ეს endpoint-ები და
ამ main point-ებზე ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ მაგალითად პროდუქტის მაგალითად რომ გავიხილოთ რა, უნდა გქონდეს რაღაც ფუნქცია, ხა აქ ჩვენ გვიწერია ძალიან მარტივი handler-ი, რომელიც უბრალოდ ამას აკეთებს. რომ hello world-ს არ უნებს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ რეალურ სიტუაციაში პროდუქტებისთვის წერთ ესეთ routes ჩვენ პროდუქტებისთვის. ოღონდ მოგვიწევს, რომ გავწეროთ 4 სხვადასხვა route, ხო რეალურად. და რატომ? ერთი route გააკეთებს პროდუქტების დამატებას, მეორე გააკეთებს უბრალოდ ერთი route გააკეთებს პროდუქტების შექმნას, მეორე გააკეთებს ამოღებას ამ პროდუქტების, მესამე შეცვლას ამ პროდუქტების და მეოთხე წაშლას. მთელი ეს ლოგიკები ჩვენ გვეწერება ამ route handler-ში ამ ადგილას. ამის მაგალითზე რა გავხილოთ. მაგრამ ეხლა აქ ნახეთ რა არის მთავარი ამბავი. აქ მთავარი ამბავი არის ის, რომ საერთაშორისო არის იმისა და ბევრს ეგრე მოსის ხოლმე, რომ ამ route-ებს არ ქმნიან არასწორ სახელებს. რეალურად მაგალითად ის route, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის დამატებას მონაცემთა ბაზაში, ზოგმა შეიძლება ადგეს და დაარქვას create products, რომელიც არის წამოღება, შეიძლება დაარქვას get products. და ასე შემდეგ ალბათ სხვა სახელებს უკვე თქვენ ხედავთ. მაგრამ ეგ არის არასწორი ამბავი. ეგრე არ უნდა გავაკეთოთ. უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად resource based URL-ები და ეგ route-ები უნდა განავსხვაოთ HTTP მეთოდებით. ეხლა ეგ შეიძლება ცოტა გაუგებარია თქვენთვის, მაგრამ ეხავე აგიხსნით რას გულისხმობ ამაში. ესე კი არ უნდა დავწეროთ როგორც ეხა იყო აქ. არა, ყველა ის ფუნქციონალი რაც თქვი, რეალურად ერთ route-ზე იქნება გაწერილი /products-ი. განსხვავება ამათ შორის არა route-ის სახელები იქნება, რაც განვიხილეთ და რაც არასწორია. არამედ იქნება განსხვავება HTTP მეთოდებში. მაგალითად, ყველას ექნება /products, როგორც თქვით, მაგრამ თუ ვინა რომ შევქმნათ პროდუქტი, მაგის HTTP მეთოდი იქნება post-ი, თუ გინდა რომ წამოვიღოთ ეს პროდუქტი, მაგის HTTP მეთოდი იქნება get-ი, თუ update-ი გვინდა მაშინ update-ი და delete-ი. პრაქტიკაში ვნახავთ ამას და უფრო კარგად გავიგებთ, მაგრამ თეორიულად რომ განვიხილოთ, უნდა გავაკეთოთ ესე. აუცილებლად. ხო, ამას ეძახიან სხვა ენაზე, ანუ იდეაში პირველი post request-ია recreate, იმიტომ რომ რაღაცა პროდუქტს ვქმნით, ესე იგი, როცა ამაზე ვაგზავნით ჩვენ request და რაღაცა პროდუქტი ემატება მონაცემთა ბაზაში. Get methods ვეძახით ხოლმე reads, update-ია და delete-ია. ესე ვეძახით უბრალოდ ადამიანურ ენაზე რა, იმიტომ რომ post-ი შეიძლება ადამიანურ ენაზე გაუგებარი იყოს, მაგრამ უკვე create-ი გასაგებია. და ნახეთ, ამ 4 ეს არის 4 ის მეთოდი, რომელიც სულ ქმნის API-ს, ხო? აი ამ 4 მეთოდისგან შედგება API. ერთი მეთოდი არის კიდე patch-ი, რომელიც update-ისნაირია, მაგას ცოტა მე განვიხილოთ. მაგრამ იცოდეთ, რომ აი ეს 4 მეთოდი არის ის, რითაც ხდება რეალურად API-ისთან კომუნიკაცია და რითაც რის საფუძველზეც იწყება მთლიანი API. და ნახეთ, ამ 4 მეთოდს ერთად ეძახიან CRUD-ს. CRUD-ი იმიტომ რომ პირველი ასოები რომ ამოვიღოთ ამების, ეს სიტყვა შეიკრება. და CRUD ოპერაციები შეიძლება გაიგოთ ხოლმე, CRUD ოპერაციები ნიშნავს ამ 4 ოპერაციის ერთობლიობას და ეს 4 ოპერაცია გვაძლევს მთლიანად უკვე API-ს. ოკეი. ეს არის თეორიულად. შეიძლება ახლა რაღაცეები გაუგებარია ცოტა, მაგრამ პრაქტიკაში რომ ვნახავთ, ახლა მარტივად გავიგებთ მაგ ამბავს. ეს არის მოკლედ მეორე და მესამე, რაც მინდოდა რომ თქვენთვის მეთქვა. რაც შეეხება ახლა მეოთხე ამბავს. მეოთხე ამბავი არის ის, რომ ეს თქვი კიდევაც წინაზე კითხვა იყო ამაზე მახსოვს, მონაცემებს ვაგზავნით აუცილებლად JSON-ის სახით. Base და front შორის ინფორმაციების გაცვლა ხდება JSON-ის სახით და ვნახეთ კიდევაც JSON-ი როგორ გამოიყურება. ობიექტს გავს, იდეაში ობიექტი არის ამ შემთხვევაში ეს, უბრალოდ property სახელები გვაქვს ასევე ჩაწერილი string-ის ანუ ჭყალებში, ასე ვთქვა ძალიან მარტივად. და JSON ტიპი არის ეს. ხო, და თუ ამ ტიპით არ ვახდენთ მონაცემების გაგზავნას, სხვანაირად ვერც მოხდება იდეაში. ოკეი. და მეხუთე რაც მნიშვნელოვანი არის რომ
REST არქიტექტურაში აუცილებელია რომ API იყოს stateless. ეხლა რა არის stateless? ნუ ქართულად გადმოთარგმნა ცოტა ცუდად გამომივიდოდა. State არის მდგომარეობა ზოგადად. მაგრამ თვითონ ეხლა ეს stateless-ი API-სთან მიმართებაში რას ნიშნავს? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპი და ნახეთ რა პრინციპია. არც ერთ შემთხვევაში API-ს რა request-ებსაც ვაგზავნით, აი ეს request-ები ერთმანეთზე დამოკიდებული ვერ იქნება. მაგალითად, მე თუ გავაგზავნე ერთი request-ი და მე გავაგზავნე API-სთან მეორე request-ი, ვერ ვეტყვი ამ მეორე request-ში, რომ აი წინა request-ში რაც გააკეთე, აი რაღაც მაგაზე დაყრდნობით რაღაც ქენი. იმიტომ რომ API-ს არ ესმის საერთოდ წინაზე რა request-ი გააგზავნე. აუცილებელია რომ ყველა ინფორმაცია რაც იმ request-ში საჭირო არის, ხო? იმ request-შივე ჩავსვათ. და წინა request-ზე დაყრდნობით რამე გავაკეთებინოთ. ნუ ვერც ვიზავთ მაგას იდეაში რა. აი მაგალითად API-ს გავუგზავნე, რაღაც პირობითად ვიზახი, ძალიან მარტივი მაგალითი რა ვიღოთ, რიცხვი 5. და მეორე request-ში ჩვენ ვეუბნებით, რომ აი წინა request-ში რაც გამოგიგზავნე, აი მაგ რიცხვს ვაგზავნე უბრალოდ ერთს ვამატებ ზემოდან. ეგრე ვერ ვიზავთ. პირდაპირ უნდა გავუგზავნო მაშინ 6-იანი. ხო? ანუ stateless-ი მაგას ნიშნავს რეალურად. რომ არ არის ეს request-ები API-სთან ერთმანეთთან დამოკიდებული. არის ყველა დამოუკიდებელი და თუ რამე ინფორმაცია უნდა გავატანოთ request-ში, თლიანად წერთ იმავე request-ში და წინა request-ებზე დაყრდნობით არ უხელმძღვანელობთ. აი ეს 5 პრინციპი ქმნის REST არქიტექტურას და თუ ამ 5 პრინციპს ჩვენ დავიცავთ, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წერთ RESTful API-ებს. ეს არის რაც მინდა რომ გესმოდეთ და პრაქტიკაში ახლა ყველაფერს თქვენ განახებთ რა თქმა უნდა. ეხლა თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა თეორიულად რაც ვილაპარაკეთ ჯერ, რამე გაუგებარი თუ იყო. ჩატში თუ დაწერთ რამე ვნახო. ოკეი, ანუ ყველაფერი გასაგები იყო, რაც ვილაპარაკეთ თეორიულად. კი ბატონო. ბექა მე მაქვს ერთი შეკითხვა. კი, გისმენდავით. ანუ ჩვენ ხო ვთქვით რომ ყველა სიტყვაზე get-ს უნდა კონდეს თავისი API request-ი, post-ს თავისი უნდა კონდეს, ეს გულისხმობს რომ ჯაჭვი უნდა გადაიბას ხო ამის, რაღაც route-ზე გაიწერება. მაგალითად product-ის route ხო არის? up route მაგალითად რაღაც URL-ი იქნება და მე მაგას მიყვება get-ზე გამოიძახე სიტყვაზე ეს ფუნქცია, post-ზე ეს ფუნქცია. სწორი ხარ, აბსოლუტურად. ესე ხო? კი, აბსოლუტურად. ეგ არის? სწორი ხარ, ახლოს ხარ, ახლოს რა იდეაში ეგ არის. კი. ერთ route-ზე უბრალოდ სხვადასხვა მეთოდზე სხვადასხვა ფუნქციას ვიძახებთ. და ეხლა ჩვენ მაგას ვნახავთ, როგორ კეთდება რეალურად რა. ეგ ამბავი. ოკეი. მშვენიერი. კარგით, მოდი ხა პრაქტიკაში ვნახოთ, იმიტომ რომ თუ რამე გაუგებარი არის ძალიან ნორმალური ამბავია ეგ, იმიტომ რომ თეორიულად ეს ერთიანად აღქმა ცოტა რთულია ხო. მოდი ჩვენი ეს API ცოტა გადავაკეთოთ და დავიწყოთ მოდი უკვე ოდნა უფრო რეალური API საწყობა. ეს დავშალოთ და მოდი products-ის მაგალითზე განვიხილოთ რაც ვილაპარაკეთ, ხო? /products. აი ამ შემთხვევაში route არის რა? products-ი მეთოდი არის get, ხო? და ამით მინდა რომ წამოვიღო პროდუქტები. მოდი ახლა ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი მონაცემთა ბაზა, რა თქმა უნდა რეალური არა, რაც წინაზე გვქონა, FS-ით რო მართავდით და ეგეთი რამე ვქნათ. აქ შევქმნი files, data-ს და date-ში შევქმნი products.json-ს და აქედან წამოვიღებ მოდი get-ზე ინფორმაციას. აქ მე მაქვს შენახული ეს data რაც და მას ქნა რა ქვია ორი ზამით ხო product.json-ში რაც უნდა ქონდეს და აი მაგალითად გვაქვს JSON-ი სადაც არის სამი პროდუქტი მაგალითად ლეპტოპი რომლის ფასი არის 1000 ლარი თქვათ და რაღაც აღწერა აქვს smartphone-ია და headphones თქვათ ეს სამი პროდუქტი მაქვს და მინდა წამოვიღო ეს სამი პროდუქტი როცა user-ი მე გამომიგზავნის ამ request-ს, ხო? როგორ ვაკეთებთ ახლა მაგას? ამისათვის რა თქმა უნდა,
აქედან რომ წამოვიღო ესენი მჭირდება პირველ რიგში აუცილებლად FS მოდული. Import FS from FS ეს გავაკეთეთ და ეხლა ნახეთ რას ვიზავთ. მოდი აბა ბარემ გამახსენეთ რა იყო ის მეთოდი რომელიც ახდენდა სინქრონულად წაკითხოს ფაილის FS-დან. ნუ FS-ით. რაღაცა ფაილი წაკითხო რომ მინდა რაშვები read file sync იყო მგონი. read file sync, okay, შვენიერი. FS წერტილი read file sync. read file sync-ს, ნუ მიკარნახა, გადაეწოდება ესეთი რაღაცეები, ოღონდ read file sync-ის შემთხვევაში არ მინდა მე ეს callback-ი. აქ ჩვენ განხილული გვაქვს. უბრალოდ სულადში შევინახოთ ახლა data ვქოთ. თავში ხوارჯობი ეგეც რო ვიტანო. თუ ამ შემთხვევაში არა. კარგი რაღაც თქვი ძალიან. კი, ანუ ეგეს ვკითხო წინა ლექციაზე. შეიძლება რომ თავში ავიტანოთ და თავში დავწეროთ, რომ თავიდანვე წაიკითხოს top level-ზე და ყოველ რკვეთზე წაკითხვა აღარ მოუწიოს. ძალიან კაი რაღაც არის. მოდი, ნუ ავიტანოთ, ოკეი, რა პრობლემა არის. შეგვიძლია რომ ავიტანოთ და ერთჯერადად იქნება ეს. შვენიერი. ოღონდ product წერტილი JSON-ი არ მინდა წერტილი დახრილი ხაზი data დახრილი ხაზი products წერტილი JSON-ი, იმიტომ რომ data-ში არის, ხო? ოკეი, თუ რამე გაუგებარი იქნება, ეგრევე გამოჩერეთ რა, ანუ პრობლემა არ არის. კაი. და მინდა რომ users გაუგზავნო ეს პროდუქტები. როგორ შევიხა მაგას? რას თქვით, ხო? res წერტილი და ამ შემთხვევაში JSON-ი მინდა რომ გაუგზავნო. ხო? JSON-ი და მაქედან გამომდინარე res წერტილი JSON-ი მეწერება აქ და JSON parse data. ეხლა ნახეთ რა ხდება. მოდი JSON parse წავშალოთ ორი წამით. ესე. ჯერ ისე შევხედოთ, აბა. res წერტილი JSON-ი და ძალიან მარტივი რაღაცა, ხო? ანუ request აღგზავნის ტიპი და მე უბრუნებ ამ data-ს, რასაც მე ვკითხულობ აქედან. მოდი ეხლა ვნახოთ როგორი მუშაობს ეს ამბავი. ეგეთი რამე გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში localhost-ზე მაგ უკვე ნახეთ slash ანუ localhost-ი არის base URL-ი და მე რო აქ გავწერ რაიმე routes უკვე ეგ route-ი უნდა მივამატო ამას /products send-ი და ნახეთ რა ხდება. რაღაცა ძალიან სუდ ფორმატში მომცა მე ეს JSON-ი. ეგ იმიტომ არის ეგრე, რომ აუცილებელია რომ თავიდან როცა back-ზე ვუგზავნით, parse-ი გავუკეთოთ ჯერ და წყალებში, რო ვთქვათ, გაპარსული გავუგზავნოთ და არა JSON ტიპით, იმიტომ რომ ამას ეს თავისით გააკეთებს. ანუ JSON parse-ი უნდა გვეწეროს აუცილებლად აქ. და ეხლა უკვე შევძლებთ, რომ წესიერი სახით მივიღოთ ჩვენი data. და როგორც ხედავთ, რაც მინდოდეს ზუსტად ის გამომიგზავნა მე back-მა. და ნუ თუ მე front-end developer-ი ვარ, ამ request-ს რო დავწერ, გამოვაჩენ ამ პროდუქტებს უკვე front-ში. ხო? ოკეი. ეს ჩვენი get request. ნუ ეხლა აქ იდეაში ახალი ესეთი არაფერი არ იყო არსებული, ცოდნით, ამას მარტივად მივხვდებოდით. აი ახლა უკვე ნახეთ რა ხდება. მე თუ მინდა რომ კი არ წამოვიღო, დავამატო რამე პროდუქტი რა და ამ შემთხვევაში უნდა გავგზავნო რა request-ი, კიდე გამთქვი, რომ შემახსენოთ, როცა მინდა დავამატო რაღაცა post კი ბატონო. ნახეთ, შემდეგ იმას წერთ request და ეგეთ რამეს შვებით. წერტილი post-ი ძალიან მარტივად იგივე პრინციპი მუშაობს. და აი ეს თქმა მინდა ახლა ნახეთ რომ ანუ თქვენ შეგიძლიათ რომ როცა რამეს ამატებთ, post-ი კი არა დაწეროთ. get request-ი დაწეროთ მაგალითად. მანა post-ის დამატების ლოგიკა გეწეროთ იქ. მაგრამ აი ზუსტად მაგაზე მქონდა საუბარი რომ ეგ REST არქიტექტურას არ მიესადაგება. მოდი ჯერ დავწეროთ ახლა როგორც წერთ ნორმალურად და მერე უკვე მაგ განსხვავებასაც განახებთ რა. მინდა რაღაცა დავამატო. ეხლა უკვე შემოდის ახალი რაღაც თამაში. რა შემოდის ამ შემთხვევაში? back-იდან მე მეგზავნება ობიექტად პროდუქტი, რომელიც მინდა რომ დავამატოთ, ხო? ამიტომ ეხლა ეგ ნახოთ როგორ ხდება. ეგ რაც მე back-იდან ვთქვი, front-იდან მეგზავნება პროდუქტის ობიექტი, რაც მინდა რომ დავამატო აქ. მოდი ჯერ ეგ request-ი დავწეროთ აქედან. ანუ front-ის მხრიდან რომ შევხედოთ. ამ შემთხვევაში უკვე იგივე route-ი მრჩება ზუსტად, ხო? უბრალოდ post request-ზე მინდა რომ გადავაკეთოთ ჩვენი ეს
request-ი. და ამ შემთხვევაში ნახეთ რა ხდება, თუ მინდა რომ მე გავატანო ამას რაღაც ობიექტი, რომელიც მინდა რომ მე დაამატოს მონაცემთა ბაზაში, უნდა გადავიდე body-ში. body-დან უკვე მაგ ობიექტს აქედან ვამატებ. აქედან უნდა ავირჩიოთ რა მონაცემის ტიპი მინდა რომ გავაგზავნო. ამ შემთხვევაში უნდა ავირჩიოთ row და row-ში უნდა ავირჩიოთ JSON ტიპის ობიექტი. მოდი ხო ობიექტის წვალებაზე ობიექტის დაწერაზე რომ არ ვიწვალოთ, ერთ-ერთ ობიექტს ავიღებ და გადავაკეთებ უბრალოდ რა. ID-ს არ მივანიჭებ, ზოგადად ისე უნდა ვქნათ ხოლმე რომ ID-ს მინიჭება back-ში უნდა მოხდეს, front-იდან არ ხდება ID-ს გამოგზავნა. name-ი გადავაკეთოთ, ეს იმედია ჩანს. რაღაც პატარა ხო არ არის ორი წამით. აი ესე ჯობია რა. headphones-ი არ იყოს მაგალითად, არ ვიცი, რა იყოს. PC ვთქვათ რა. PC, რაღაც ფასი 2000 და 2000 და description-ი იყოს ვთქვათ რაღაცა gaming PC. და ის მინდა რომ back-ში მე დავამატო, ხო? მოდი ჯერ, ეხლა რომ გავაგზავნო send-ი, რა თქმა უნდა, არაფერი არ მოხდა. იმიტომ არ მოხდა არაფერი, რომ ვერც იპოვა საერთოდ ეს route-ი. იმიტომ რომ არ დამისეივებია. ეხლა დავასეივებ, მოდი. და ის route-ი უკვე არსებობს ამ მეთოდით, ხო? კი ბატონო, ეხლა რომ გავაგზავნო, არაფერი არ შვება. ანუ loading-ზეა. იმიტომ რომ არაფერს არ ვაბრუნებ, ხო? არცერებს არ ვაკეთებ. მოდი ეხლა ვნახოთ. აი, როგორ უნდა მივიღოთ back-ში ეს ობიექტი იმისათვის, რომ მე დავამატოთ ეს ჩვენ მონაცემთა ბაზაში. მოდი ჯერ დავლოგოთ უბრალოდ რა, console log-ი დავწეროთ, console log და ეს არის request-body. body-დან ვიღებს სწორედაც რომ მაგ ობიექტს, რომელსაც მე front-ი მიგზავნის, რომელიც უნდა დავამატო. body ქვია მაგ ადგილს. და მოდი ახლა ნახოთ რა მოხდება. sense რო დავაჭირო. არც არაფერი არ მოხდა. აქ რა თქმა უნდა, იმიტომ არ მოხდა არაფერი, რომ არაფერს არ ვაბრუნებ ჯერ, console log-ი მიწერია უბრალოდ და მოდი ნახოთ ახლა server-ზე რა დაილოგა. დაილოგა undefined. რატომღაც არ მომივიდა ის, რაც მე გამოვაგზავნე request-ად. ეხლა რატო არის ეგრე ნახეთ? აქ ერთი პატარა მომენტი უნდა გავწეროთ, რასაც ჩვენ მე უფრო კარგად ავხსნით რა არის და როგორ არის. apps აქ ეგეთი და express აქ ეგეთი მეთოდი use, სადაც შეგვიძლია რომ გავწეროთ middleware-ები. middleware-ებს მე შევეხებით, ეხლა არ მინდა რომ ამაზე თქვენ დაგაბნიოთ უფრო, მაგრამ ერთ-ერთი middleware არის express.json-ი. და ეს აკეთებს იმას, რომ აი request-ი რო გამოიგზავნება, სანამ მოვა post-ამდე ამ შემთხვევაში შუა გზაში რაღაც აკეთებს და აკეთებს იმას, რომ ეს თუ არ დავწერეთ JSON ტიპი, ანუ JSON მონაცემების აღქმა არ ხდება API-ის მიერ. მაგრამ თუ app use express JSON-ს დავწერთ, უკვე თუ კლიენტი მე გამომიგზავნის JSON ტიპის მონაცემს, ამას აღიქვამს ჩვენი API. და გაივლის ჩვენი request-ი ჯერ ამ ადგილს და მე მოვა უკვე აქამდე. middleware-ის მოგამით მაგაშია, მაგრამ ეხლა მოდი მაგას არ ჩაუღმავდეთ. უბრალოდ ვიცოდეთ, რომ ეს საჭირო არის იმისათვის, რომ JSON ტიპის მონაცემები მივიღოთ კლიენტიდან. middleware-ებს ჩვენ შემდეგ სემინარში, ანუ ხუთშაბათ შევეხებით. დავასეივოთ და მოდი ეხლა ვნახოთ როგორ იმუშავებს ეს ამბავი ამ შემთხვევაში. send-ი, აქ ისე არაფერი არ მოხდება ჯერჯერობით და დამილოგა უკვე ნახეთ, რაც გამოვაგზავნე მე კლიენტიდან, postman-დან ამ შემთხვევაში, ეგ დამილოგა. მაგრამ ეგ საკმარისი არ არის. ეხლა მოდი, ეხლა ჩვენ უნდა ავდგეთ და უნდა დავწეროთ ლოგიკა, რითაც მონაცემთა ბაზაში დავამატებთ ამ პროდუქტს. ოკეი. პირველ რიგში, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ეს data წავიკითხოთ უნდა. და აქ გონი დამიწერა კიდევაც const products უდრის არს უნდა გავაკეთო ჯერ, იმიტომ რომ ობიექტა ესა მასივ ამ შემთხვევაში მასივად გადავაკეთო data. Clean data რაც მაქვს აქ, ხო, ეს ხო JSON-ი არის თავიდან. მასივად უნდა გადავაკეთო და ამ მასივში ჯერ უნდა დავფუშო ჩემს მიერ კი არა და კლიენტის მიერ გამოგზავნილი ობიექტი. და მე უკან უნდა ჩავწერო ამ ჩვენს products.json-ში. ჯერ დავწერ და მოდი მე უკვე ნაწილ-ნაწილ განვიხილო. ამით ამოვიღებთ ჩვენ კლიენტის მიერ გამოგზავნილ პროდუქტს. ამით უკვე დავამატებთ პროდუქტებში ამ ახალ პროდუქტს და უკვე დამატებული მასივს ჩავწერთ უკან product.json
JSON-ში. ანუ სანამ ჩავწერთ stringify-ს გავუკეთებ ჯერ, იმიტომ რომ JSON-ს სახით უნდა ჩავწეროთ, ხო? და JSON წერტილი stringify-ს JSON სახით გადაყავს ჩვენი ობიექტი. მერე კარგი პრაქტიკა არის ესე უნდა გავაკეთოთ ხოლმე, რომ კლიენტს დაუბრუნოთ უკან ჩვენს მიერ უკაცრავად კლიენტს დაუბრუნოთ უკან ჩვენს მიერ ჩაწერილი პროდუქტი ამ შემთხვევაში კლიენტის მხარეს ესე რა ვთქვათ რა. მოდი ახლა უფრო კარგად ვნახავთ. ანუ ახლა რა გავაკეთეთ? Step by step მოდი ერთხელ კიდე გავიაზროთ. ჯერ პირველ რიგში ცვლად შევინახეთ მთლიანი data, რაც ამჟამად მაქვს ჯერჯერობით JSON-ში. გავუკეთეთ parse, რომ ჩვეულებრივ JavaScript-ის ობიექტში გადამეყვანა. მერე მივიღე ახალი პროდუქტი, ხო? რაც კლიენტმა გამომიგზავნა, ეს ახალი პროდუქტი დავფუშე ამ მასივში, რაც მაქვს ამ ეტაპზე აქვს და უკვე განახლებული მასივი უკან ჩავწერე მე ამ JSON ფაილში. და კლიენტს დაუბრუნე დამატებული პროდუქტი, რაც დაამატა. და ხო, ნუ მაგით მოკლედ ანუ მიხვდება, რომ ეს დაემატა. ხო, მე სტატუს კოდებზე მქონა ლაპარაკი, რომ აუცილებელია, რომ სტატუს კოდები დაუწეროთ ყოველთვის, იმიტომ რომ ყველა მოქმედებას რაღაც სტატუს კოდი აქვს. მაგალითად, როცა იუზერი ბექში რაღაცას ამატებს და ანუ წარმატებით იქნება რაღაცა ბექში. ამის სტატუს კოდი არის და სტატუს კოდი ესე იწერება 201. ეს არის აუცილებელი, რომ ჩვენი ბექი მუშაობდეს გამართულად რა. ხო. სტატუს კოდი არის 201 და ეს არის წარმატებით დამატების სტატუს კოდი და ეხლა მოდი ნახოთ როგორ მუშაობს და საერთოდ თუ მუშაობს ეს ჩვენი route. Post request-ი ავიღეთ, send-ი. ნახეთ 201 created მიხვდა კიდევაც რა, ანუ შექმნა რაღაცა შევქმნით, იმიტომ რომ სტატუს კოდი სწორად მივანიჭეთ და თუ ამას არასწორად ვიზავთ, მე შეიძლება რომ ფრონტს რაღაცები აერიოს, იმიტომ რომ იმ სტატუს კოდებზე ქონდეს რაღაცები დამყარებული. ამიტომ აუცილებელია რომ ესენი სწორად დავწეროთ. და უკან დავაბრუნეთ ჩვენ დამატებული პროდუქტი. და ეხლა ნახოთ მართლა დაემატა თუ არა ბაზაში. გადავიდეთ აქ. ეს დავაფორმატოთ, მოდი ესე ვიზავ. ორი წამით. Ctrl P, არა, Ctrl P არა. ორი წამით რატო არ შვება? ეს მოკნა ხო. Format document რომ ესე ცუდად არ გამოჩნდეს, დავასეივოთ მოდი. და როგორც ხედავთ, დაემატა ახალი ობიექტი აქ, რომელიც ფრონტმა ანუ კლიენტმა გამოგზავნა, ხო? ოკეი. ეგ არის. ეს ლოგიკა გავწერეთ კარგად. კითხვა ეხლა ამაზე რამე ხო არ გაქვთ? ანუ ID ეხლა როგორც ნახე ID არ აქვს მინიჭებული და ID როგორ ეხლა ეგ უნდა გავაკეთებინა ზუსტად. ეხლა ნახეთ რა ხდება. ანუ ეს რაც ჩვენ ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, რეალური ბაზა არ არის და რეალობაში ეს რაღაც ჩვენ ვერ გამოვიყენებთ იქ უკვე სხვა ბაზასთან გვექნება კომუნიკაცია რაც იქნება რეალური და ID-ების დაგენერირებაც იქიდან გამომდინარე მოხდება. მაგრამ ეხლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეგ ხელით, რასაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რეალობაში ეგრე არ ვიზავთ ხოლმე რა. იმიტომ რომ იქ ცალკე ინსტრუმენტები არის იმისათვის, რომ უნიკალური ID მივანიჭოთ ჩვენს პროდუქტს. მაგისთვის ნახეთ რა ხდება. ახალი პროდუქტი ხო მაქვს აქ. ოკეი, მაგრამ ამას მე დავსპრედავ და იმედია რომ JavaScript-დან იცით რა არის დასპრედვა, მაინც რა გავიმეოროთ, ანუ ახალ ობიექტს ვქმნი და ამ ობიექტიდან ვიღებ ყველა properties და values და plus დაუმატებ ამას ID-ს. ID რო უნიკალური იყოს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვარიანტი არის ის, რომ date წერტილი now გამოვიძახოთ. ანუ აი იმ პროდუქტის დამატების მომენტში რა date-იც მაქვს და ეს date now ალბათ იცით რომ აბრუნებს მილიწამების რაოდენობას, რომელიც ყველა ვარიანტში უნიკალური იქნება ხოლმე რა. ამიტომ ვიყენებთ ამას. ID-ის მთელი მუღამი არის რომ იყოს უნიკალური. ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე რა თქმა უნდა რეალურ შემთხვევაში ესე არ ვიზავთ. მაგრამ ეხლა date now იყოს
და რო დავასეიოთ ეს, ეხლა მოდი თავიდან დავამატოთ ეგ. მოდი წავშალოთ ეს პროდუქტი ხელით ამჯერად. გადავიდეთ აქ და დავამატოთ და უკვე დამიმატა და ID-ს მიანიჭა უნიკალური. რო გადავიდე აქ რო იმატება ეთყობა თავისით ირევა ეს ამბავი, მაგრამ არა უშავს. დაემატა როგორც ხედავთ, ხო? აი ეს. თუ მინდა რომ წამოვიღო, ამას გადავაკეთებ get request-ზე და send-ს გავაგზავნი და წამოვიღებ და უკვე დამატებული რაც მაქვს წამოვიდა ეგეც. აი ამას გულისხმობდი მე ზუსტად REST არქიტექტურაში და იმ მესამე და მეოთხე ნაწილში, არა და მეორე და მესამე ნაწილში. რომ ნახეთ ერთი როუტი მაქვს მე get-ისთვის და post-ისთვის, მაგრამ ამას გამოვთამოდი, ეს არ გვინა. მაგრამ განსხვავებული მეთოდები მაქვს, ხო? აი ეს არის იმ დოგმების დაცვით გაკეთებული. და ნახეთ რა ხდება, თქვენ შეიძლება რომ post request-ი ვაფშე არ დაწეროთ აქ და get-ი დაწეროთ. ამითაც იმუშავებს რა, მაგრამ ლოგიკურად სწორი არ არის. და ასევე არ იქნება სწორი რომ ამას რო დავარქვა მე get product-ი და ამას რო დავარქვა create product-ი. იმიტომ რომ product-ი არის ერთი რესურსი, ხო? პირველი დოგმა რაც იყო რესურსების, აი მაგას გულისხმობ. ერთი რესურსი და სასურველია რომ ერთი რესურსი ერთ row-ზე იყოს ყოველთვის გაწერილი. უბრალოდ ესეთ რაღაცები განვასხვაოთ ჩვენ მეთოდების სახელებით. რა თქმა უნდა შეიძლება რომ ესეთი მარტივი როუტები ჩვენ არ გქონდეს უბრალოდ წაშლა და ასე შემდეგ. შეიძლება გქონდეს პროდუქტების წამოღება კატეგორიების მიხედვით მაგალითად. ნუ ეგ რა თქმა უნდა მაგისთვის ცალკე როუტი უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ეს ფუნდამენტური როუტები რაც არის წამოღება პროდუქტის დამატება, ხო ეს ფუნდამენტურიც არის. უნდა გავაკეთოთ ერთ როუტზე აუცილებლად, ანუ ერთ როუტზე გულისხმობ ერთ სერვისს. ხო სწორად ვიძახი ზუსტად ის სახელი მინდა ვთქვა. ერთ რესურს, ხო, ერთ სერვისი არ მოდი ეს თქვა. ერთ რესურსში ვაკეთებ ამ ყველაფერს, ეს არის product-ის რესურსი და ამას ვანსხვავებთ ჩვენ მეთოდების საშუალებით. აი, ეხლა ჩვენ პატარა კოდს ჩათვალეთ, რომ გამოვიყენეთ აქ 4-ვე, ეს 4 უკვე ეს 4 დოგმა ასე რომ ვთქვა და REST არქიტექტურის და ამიტომ ქვია ჩვენ API-ს RESTful API. ნუ stateless-ობაც კი ბოლოს ხა არ ჩანს ეგრე კაფიოთ, მაგრამ ეგ თავისთავად იგულისხმება ჩათვალეთ. ოკეი, ეგ არის. ამაზე ხარ მეკითხები ხომ არ გაქვთ? რაც დავწერეთ. ოკეი, მგონი კითხვები არ არიან, გასაგები იყო. ოკეი. post request-იც განვიხილეთ და ჩვენი მოდი მესამე request-ი, ანუ მეთოდი, რასაც ჩვენ განვიხილავთ, ეს იქნება put მეთოდი. Put მეთოდით ჩვენ ვიზავთ იმას, რომ კონკრეტულ პროდუქტს შევცვლით. ხო? და ეხლა მაგას ვიზავთ ნახეთ როგორ. put-ი და აქ უკვე ოდნავ შეგვეცვალა სიტუაცია და მოდი ჯერ დავწეროთ, რომ ნახოთ რატო შეგვეცვალა აქ სიტუაცია. აქ კოდი დაწერა თავისით, მაგრამ მოდი ჯერ გარგვინა. ჩვენ მოდი ეს ნახოთ რა არის. ეს არის აღარ მახსოვს წინაზე გავაკეთეთ თუ არა დინამიური როუტის ამბავი. ჩვენ მე ვთქვი რომ უნდა შევცვალოთ რომელიმე ერთი პროდუქტი და აუცილებელია რომ ჩვენმა API-მ გაიგოს რომელი პროდუქტის შეცვლა გვინდა. ამიტომ /products რო დავწერ, ამას უნდა მიუწერო / და /ID. /ID ნიშნავს იმას, ეს ფრონტშიც აქტუალური თემა არის. ამით ვაკეთებთ დინამიურ routes და ID-ს მაგივრად შეიძლება ჩვენ request-ში route-ში გავწეროთ ის ID, იმ პროდუქტის ID, რომლის შევცვლაც გვინდა. ეს რა თქმა უნდა ამ ID-ს ჩვენი API დაიჭერს, ეხლა ისეთ ლოგიკას დავწერთ, მაგ პროდუქტს, მაგ ID-ს მქონე პროდუქტს ჩვენ ვიპოვით და შევცვლით. შევცვლით იმით, რითაც მოგთხოვს კლიენტი რა შევცვალოთ.
ეგ ლოგიკა ეხლა ნახეთ როგორ იწერება. აქ ამან მიკრა ნახა და მოდი step by step ჯობია ესე განვიხილოთ პირველი ნაწილი. ისევ და ისევ რაც იყო ზემოთ. იგივე რაღაც, რომ პარსავთ ამ ჩვენ data-ს და product-ის სლაჩში ვინახავთ. შემდეგი არის ნახეთ რა. შემდეგი არის რომ პოულობთ, ну ეს просто მეპით არის, მეპით რატო ვაკეთებს ეს new product-იო. მოიცავი და მე რაღაც სულ გააკეთა. მოდი ესე არ მინდა რომ გააკეთოს. ჯერ უნდა ვიპოვოთ new product-ი არა. product to update. ეს დავარქვათ. ну ეს სახელი შეიძლება ალბათ. просто product-ი შეგვიძლია რომ დავარქვათ. მაგრამ მოდი ესე იყოს რომ კარგად გავიაზროთ რომ ეს არის პროდუქტი რომელიც უნდა შევცვალოთ და დავააპდეითოთ. ამიტომ ჯერ მოდი პირველ ნაწილში საერთოდაც ეგ პროდუქტი ვიპოვოთ, რომლის შეცვლაც user-ს უნდა. ოკეი? მაგრამ აქ გონია სხვა რამე ეწერა. ну კაი იდეაში სწორად ეწერა, მაგრამ ცოტა უფრო high level-ად. მაგრამ მოდი ახლა ჩვენ დავწეროთ მარტივად. პირველ რიგში ვიპოვოთ ის პროდუქტი, რომლის შეცვლაც გვინდა მოკლედ. მაგრამ ჩვენ ნახეთ რა ხდება. უფრო კლიანი ობიექტი კი არ დაგვჭირდება მაგისთვის, მაგ პროდუქტის კლიანი ობიექტი კი არ დაგვჭირდება, დაგვჭირდება ინდექსი, რაც აქ ამ მასივში, ხო? ეს პროცესი რაღაც უნდა ჩანს. ამ მასივში რა ინდექსიც აქვს მაგ ობიექტს. ეგ ინდექსი დავიჭიროთ, რომ მე მაგ ინდექსზე მდგომი ელემენტი შევცვალოთ. ამიტომ მოდი დავარქვათ product index-ი, ანუ იმ ელემენტის ინდექსი, რომელიც უნდა დავაპდეითოთ. და ნახეთ ვიდოთ როგორ. პრინციპში დაწერა. find index ეგეთი მეთოდია, რითაც პოულობთ პროდუქტის ინდექს და რა კრიტერიუმით, რომლის product ID-ც, ანუ აი ეს ID, რომლის ID-ც უდრის აი კლიენტი რასაც ჩაწერს ამ route-ში, იმ ID-ს parse-int rect.params.id. სწორედაც რომ ეგ არის. ეგ ID რაც ახლა მე ვსაუბრობ. მოდი ახლა ცოტა რომ გავამარტივოთ, მაგამდე გავაკეთოთ ეგეთი რაღაც. console-ით დავწეროთ rect.params.id. იმიტომ რომ აქ 2.id მიწერია. მე რომ მეწეროს აქ 2.product ID მაგალითად. დავწერდი მაშინ product ID-ს და ხვდება კიდევაც ამას ჩვენი ექსპრესი და კარნახობს. მაგრამ მოდი ID იყოს. აი ხან ნახეთ ამაში აღგულისხმობ ეს რა არის საერთოდ. გადავიდეთ ისევ და ისევ აქ, დავწეროთ products/ და ორიანი. send-ი გავაგზავნოთ. აქ error-ი მოხდა. რატო მოხდა error-ი? როგორ? get request-ი გააგზავნე და მგონი. ოკეი, ბოდიში მართალი ხარ. put request-ზე უნდა გადავაკეთოთ, იმიტომ რომ put request-ი არის ეს. send-ი არაფერს არ მებრუნებს, იმიტომ რომ არაფერსაც არ ვაბრუნებ აქედან, მაგრამ ნახეთ, აი იქ რომ მე დავწერე დინამიურ ადგილას ორიანი, rect.params.id-ც რო დავლოგე არის ორიანი. ანუ აქ ვიჭერ მაგ ამბავს რა. front-ში თუ გაკეთებია თქვენ დინამიური routine-ი ეგ არის ჩათვალეთ. ხო, ანუ ის ეგრე მუშაობს. params-ი არის იქაც. ამიტომ ამით ვიპოვეთ, ხო, ის ობიექტი, უბრალოდ იმ ობიექტის ინდექსი, რომლის ID-ც არის ამ შემთხვევაში ორიანი. მაგრამ სამი ტოლობა მიწერია და სამი ტოლობა მკაცრი არის და product.id ნამბერია ჩვენ შემთხვევაში და params-დან წამოღებული ნებისმიერი მონაცემი არის string-ი. ამიტომ parse-int ვაკეთებ, რომ რიცხვად გადავაქციო და მე გავუტოლო. ეხლა ნახეთ. ეხლა მოდი ავდგეთ და ჯერ არაფერი არ გავაკეთოთ, ანუ 5 არ გავაკეთოთ. უბრალოდ დაუბრუნოთ უკან ამ პროდუქტის ინდექსი. და ნახოთ როგორ მუშაობს. send-ი ერთიანი დამებრუნა. რატო ერთიანი? იმიტომ რომ ნახეთ, აქ ხო დავწერე 2. რომელ პროდუქტს აქვს ID 2? ამ პროდუქტს ხო? ამის ინდექსი კიდე 1-ია, ხო? ამისი არის 0, ამისი 1. ანუ ეს კარგად მუშაობს. მოდი ახლა უკვე ეგ არ გავაკეთოთ, უკვე სრულფასოვანი ფუნქციონალი ავაწყოთ და ვქნათ ის, რომ აი ამ ეს ელემენტი, ეს ობიექტი დავაპდეითოთ, ოღონდ იმით, რითაც მოგთხოვს ჩვენი კლიენტი.
მაგისათვის აუცილებელია, რომ კლიენტიდან მივიღოთ ახალი ობიექტი, რითაც უნდა რომ განაახლოს ეს ჩვენი პროდუქტი. ეგეც იგივენაირად, აი, მოდი აქედან დავწერ ჯერ. მაგალითად, მიმინა რომ ამ ID-ის მქონე პროდუქტი განვაახლო. ამ შემთხვევაში ამ ID-ის მქონე პროდუქტი არის smartphone-ი, რომლის ფასიც არის 500 ლარი. მინდა რომ განვაახლო ეს და 500 ლარი კი არ იყოს. იყოს 2500 ლარი თქვათ. ხო? აი ამ ობიექტით მინდა რომ მე ჩავნასლო ის. ამიტომ ეხლა ნახეთ რას ვიზავ. პირველ რიგში უნდა მივიღოთ ეგ, ხო? ანუ ბადი რაც არის. ამიტომ ავდგები და შევქმნით სულაც new product-ი, რომელიც იქნება rec.body-დან წამოსული პროდუქტი. და ნახეთ ხა რაც გავაკეთებ. products-იდან ამოვიღებ კონკრეტულად იმ ინდექსის მქონე ელემენტს, იმ ინდექსის მქონე ობიექტს, რომლის შეცვლაც მინდა და შევცვლი იმით, რასაც კლიენტი გამომიგზავნის. აი ხდება აქ. და უკან მე, ხო, ამას რა თქმა უნდა ჩავწერ ჯერ მონაცემთა ბაზაში, განახლებულს უკვე. და უკან გაუგზავნი განახლებულ პროდუქტს უბრალოდ რა. ოკეი, მოდი ხო ნახოთ ეგ როგორ მუშაობს. ამ შემთხვევაში ამის ფასი არის 500 ლარი. ეხლა ვანახლებ ამ ID-ის მქონე პროდუქტს ამითი 2500 ლარი კონკრეტულად ეს იცვლება, მეტი არაფერი არ იცვლება აქ. და send-ით გავუგზავნით და როგორც ხედავ, განახლდა, ამას თავის სტატუს კოდი აქვს და სტატუს კოდებს მე უფრო დეტალურად ცალკე გავვილით, რას რომელი აქვს ხოლმე. ნუ 200 ეხა ოკეი იყოს 200, მაგრამ ისე 200 არ არის. პრაისი 2500. მოდი ეხლა ვნახოთ, აბა მართლა თუ განახლდა მონაცემთა ბაზაში, ამას კიდე ფორმატი უნდა და მე ისე ვიზავ რომ აღარ მომიწიოს ესე, მაგრამ მოდი ნახოთ, აბა. smartphone-ი იყო 500, გახდა 2500 ლარი. მშვენიერი. ჩვენი put request-იც დავწერეთ. ოკეი. კითხვები ახლა ამაზე აბა. გაუგებარი რაც არის გამოუშვით. მე მაინტერესებს, ანუ ამ შემთხვევაში ხო მარტო ფასი შევცვალეთ და ანუ request body-ში მთლიანად მოდის ის ობიექტი ახლიდან თუ პროსტა განახლებული ის მოდის პარამეტრი. ნახე request body-ში, ანუ რასაც ვაგზავნით, ხო? კი, მთლიანი ობიექტი მოდის. ანუ კლიენტმა უნდა გამოგზავნოს მთლიანი ობიექტი. მაგრამ შეიძლება, რომ არანაირი პრობლემა არ არის, რომ კონკრეტულად ერთი კრიტერიუმი გამოგზავნოს ხოლმე, რომ ის გაანახლოს. თუმცა მაგისთვის, აი, რაც ეხა იკითხე, რომ თქვა ფუთი გამოიყენება ფაში, როცა მთლიანი ობიექტი მინდა რომ განვაახლო. და ახლიდან გაუგზავნო მე API-ს. თუ მინდა რომ ამ ობიექტში კონკრეტული ერთი პროპერტი განვაახლო, მაშინ უფრო პატჩს გამოიყენებენ ხოლმე. თუმცა ეგ რა თქმა უნდა შეიძლება რომ ფუთითაც გაკეთდეს და ბევრი პატჩს არ იყენებს. აი პატჩი რა ვთქვი ხო, წეღან რომ მე ვიტყვით ხო. ანუ კონკრეტული პროპერტის გასანახლებადაც ფუთს იყენებენ ხოლმე. და მაგას მე ვნახავთ როგორ უნდა. ნუ მიდიაში არაფერი განსხვავებული არ არის, თქვენც შეიძლება მიხვდეთ ლოგიკურად როგორ უნდა გააკეთოთ ეგ ამბავი. თუმცა ხო, ამ შემთხვევაში ეხლა როგორც ვაკეთებ, მთლიან ობიექტს ვაგზავნით და არა კონკრეტულად ერთ პროპერტს. ოკეი. კითხვები კიდევ? так. კითხვები არ გვაქვს. ოკეი. ხო, ეხლა მოდი ეგ ვქნათ ბარემ რა, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება. კაი კითხვა იყო იქიდან გამომდინარე, რომ მე შეიძლება რომ ძალიან, ანუ ეხლა ეს ძალიან პატარა პროდუქტი არის. და ოკეი. მაგრამ ხო შეიძლება რომ ისეთი მონაცემთა ბაზა მქონდეს და ისეთ რაღაცას მქონდეს შეხება, სადაც ბევრი მონაცემი ინახება ძალიან თუნდაც ერთ პროდუქტზე რა, ძალიან დიდი ობიექტია და არ მინდა რომ ეს ამხელა მთლიანი ობიექტი სულ უგზავნო ხოლმე ბექს და მინდა რომ მარტო ის მონაკვეთი გაუგზავნო კონკრეტულად ის ნაწილი, რისი განახლებაც მინდა. ეხლა მაგალითად აინახეთ ID name და description-ი იგივე რჩება, ხო? და მოდი თავიდან აღარ გავაგზავნინოთ ეგ რა. აი მარტო ფასი რო გავუგზავნოთ და იყოს 3000 ლარი. ნუ 3000-ზე გადავაკეთოთ. ეხლა მოდი თქვენ დამეხმარეთ იდეაში აქ დიდი არაფრის ცოდნა არ გვინდა JavaScript-იდანაც გავალთ ფონს რა. როგორ უნდა გავაკეთოთ ეგ ამბავი? რომ კონკრეტულად აი აქ ეხა ისეთი რამე მინდა რომ გავწერო, რომ აი მარტო იქიდან რა პროპერტიც მე წამომივა, მარტო ის განაახლოს. და ჩვენი იგივე და სპრედი გამოვიყენოთ, სპრედ ოპერატორი და
სად გამოვიყენო? new product-ზე. ალბათ აქ, ხო? არა, მაგის ზემოთ new product request body ხო არის? ნუ ხო, არა, იდეაში ხო, ნახე როგორ რაღაც არის, აქაც შეიძლება და აქაც. აი, აქ რო გავაკეთოთ, აქ უკვე new product აღარ დავარქმევთ, მაშინ თუ ამას ველოდებით რა. ნუ შეგვიძლია რომ დავარქვათ new product-ი, ოკეი, იყოს, არ არის პრობლემა. მაგრამ აქ დავწერთ როგორ რაღაცას. spread-ი სწორი თქვი. ანუ, რაც არის აქამდე ეს დავტოვებთ იმას. მაგრამ კონკრეტულად შევცვლით აი ამას, ამ properties, რაც წამომივა იქიდან. ხო? ეს გაუგებარით თუ არის თქვენთვის ეს ნაწილი მითხარით. აი, ეს ხაზი. ანუ უბრალოდ აღარ უსვამ ძალიან ხაზს, იმიტომ რომ JavaScript-ის თემა არის, მაინც თუმცა თუ ვერ გაიგეთ, მაინც მითხარით უნდა ვიცოდეთ ყოველ ვარიანტში. ოკეი, ან მაინც ვთქვათ რა კიდე ერთხელ. ვანახლებთ, ოღონდ როგორ ვანახლებთ? ტოვებთ ობიექტს იგივეს, მაგრამ რაც მომივა აქ განახლებული ვარიანტი, ხო? იმას იმაშობით რა ქვია, იმას ვცვლით მარტო. მაგრამ ეხლა ეს მაინც კაი ვარიანტი არ არის, იმიტომ რომ უკან რო ვუბრუნებთ new products, new product-ი აღარ დაუბრუნოთ მაშინ. ან შეგვიძლია რომ როგორი რაღაც გავაკეთოთ, იცით? ზემოთ რა ვთქვით, იდეაში ეგეთი რამე უფრო კარგი იქნება რა. აი ესეთი რამე რო ვქნათ, ზემოთ რო დავწეროთ ეგ ამბავი. აქ დავწერ მე products და product index-ი და აქ გავაკეთებ მაგანახლებას და პირდაპირ new products გავუტოლებ აქ. მგონი ეს უფრო კაი ვარიანტი იქნება. უბრალოდ რა არ მოწონს reg body პირიქით გავაკეთეს. spread-ი ამაზე კი არა, მოიცადე, ამაზეც მინდა spread-ი და ამაზეც მინდა, ხო. წელანაც არასდროს მეწელა მგონი. ანუ ეს უფრო კარგია რა. ახალ პროდუქტის ცვლას ვქმნი, აქამდე რაც იყო ტოვებ იმას, უბრალოდ body და რაც მომივა იმ properties ვანახლებ რა. და მე უკვე ვუტოლებ განახლებულს და ვცვლი მასივში, წერ უკან ბაზაში და თან ვაგზავნი უკან კლიენტთან რა განახლა და როგორ. ოკეი. გადავიდეთ აბა ეხლა და ვნახოთ როგორ იმუშავებს ეგ ამბავი. 3000 მაქვს, send-ი გავაკეთოთ. განახლა და დამებრუნდა 3000. ოკეი. იყოს მაგალითად 5000 აბა ეხლა მუშაობს 5000-ზეც. ბაზაშიც რო გადავიდე. განახლა. ხო? ამას ანუ იდეურად ეს არის ხოლმე patch requests ვეძახით, მაგრამ რავი, ანუ აი ფუთს ვიყენებთ ხოლმე სულ მაინც რა. ამ დროს და ესე აღარ დავწვიმანდეთ, მაგრამ პას თუ გამოვიყენებთ, მაგაში ცუდი არაფერი არ არის. ესეც გავიარეთ. ოკეი. კი ბატონო. ანუ ეს ერთი და იგივე საკეთებს, ხო ეს ფუთი და patch. ნახე, იდეურად ანუ წესი დარიგით არის ეგრე, რომ ფუთის მომენტში ხო ვსვლით რაღაცა კონკრეტულ ამ შემთხვევაში პროდუქტს. ფუთის დროს მიღებული არის ესე, რომ გაუგზავნოთ მთლიანი ობიექტი და იქ რას არის შეცვლილი, ნუ ეგენი შეცვლილი, მაგრამ ობიექტი მთლიანად. და patch-ის შემთხვევაში გაუგზავნოთ მარტო ის ნაწილი, რაც იცვლება. ესე არის იდეურად მიღებული. მაგრამ შენ შეგიძლია რომ ნებისმიერი მიზნობრიობები გამოიყენო რა. პირიქითაც შეგიძლია რომ გააკეთო. ჩემი რჩევა იქნება რომ ან patch-ი არ გამოიყენოთ და ფუთი გამოიყენეთ ორივე ვარიანტში. გასაგებია. საერთოდაც მარტო ეს რო დაწეროთ, კარგი იქნება, იმიტომ რომ თუ ტიპი მთლიან ობიექტს აგზავნის აქ სიტყვაზე, ისედაც ყველაფერს განაახლებს მაშინ ხო ხვდებით. და თუ კონკრეტულად ერთ ნაწილს ანახლებს, მაშინ ის განახლდება. ანუ ეს არის ყველაზე კაი ვარიანტი. ჩვენ მომავალში რო გადავალთ უკვე მონაცემთა ბაზებთან ურთიერთობაზეც იქ ეგრე იქნება რა. ოკეი, ნუ მოდი ფუტად გადავაკეთოთ ეს ჩვენი ამბავი. მე თქვენ მინდა სახში დაწეროთ, რომ ეგეთი რამე რომ ეხლა ხო ფუტზე გავაკეთეთ. იგივე დინამიური როუტი არსებობს get request-ზე, რომ კონკრეტულად ერთი პროდუქტი წამოვიღოთ და არა ყველა. იგივე პრინციპი იქნება, იგივე დინამიური როუტი დაიწერება, უბრალოდ აქ იქნება უფრო მარტივი ლოგიკა, რომ კონკრეტულად იმ ID-ის მქონე პროდუქტი წამოვიღოთ აქ. კარგით. და რა დაგვჭა ეხლა ჩვენ წაშლა ხო?
პროდუქტის წაშლა. რა თქმა უნდა, აი მიკარნახა კიდევაც, რა ხდება ახლა აქ? იგივე დინამიური როუტი მინდა რომ მივახვედრო ჩემი API-ის რომელი პროდუქტი მინდა რომ წაიშალოს. ამიტომ აქაც ID-ს ვატან. მოდი მიკარნახა და პირდაპირ განახებთ, იმიტომ რომ უკვე მარტივი გასაგები იქნება ის. ვიღებთ პროდუქტს, რომელიც მე არა, უბრალოდ ეს ხო არის. ეს არის ყველა პროდუქტი ერთად, რაც მაქვს. მაგრამ ეხა ის აქ რასაკეთებს ხო? ეხა ნახე რას ვშვები? ახალი პროდუქტების ცვლაც ვქმნის, სადაც არ იქნება ის პროდუქტი, რომლის წაშლაც მოითხოვა კლიენტმა. ანუ არსებულ პროდუქტებს ვფილტრავ და ყველაფერს ვუკეთებ ფილტრს, მაგრამ არ ვუშვებ ამ ფილტრში იმ პროდუქტს, რომლის ID-ც უდრის პარამსიდან წამოსულ ID-ს, რაც მინდა რომ წაიშალოს. აი აქ რა წერია ახლა არის ჩათვალე სრულად JavaScript-ის ამბავი რა. ანუ ხო ხდებით, არაფერი რთული და აქ სიახლე მაინდა-მაინც არ არის. უბრალოდ ემატება request-ებიდან node-ის თემები, თორემ ლოგიკა როგორც ხედავ ძალიან მარტივია. და უკვე განახლებულს წერთ უკან ბაზაში. და send-it, ნუ აქ ამან არ დაწერა 204 წაშლის არის თუ არ მეშლება და იმიტომ დამიწერა 204 წაშლის ის არის. თუმცა ნახეთ რა მომენტია დიდი ალბათობით ეხლა მაგას ვთვი status კოდი რო არ დაუწეროთ აქ საერთოდ რახამ delete არის მეთოდი თავისით მიხვდება და თავისით მიანიჭებს მაგას. ეგრე უნდა ხდეს. და უკან შეგვიძლია მომხმარებელს გაუგზავნოთ წაშლილი პროდუქტი, მაგრამ წაშლილი პროდუქტს აქ არ ვინახავ ამ შემთხვევაში. პირდაპირ ვშლი და მაგიტო. ნუ წაშლილ პროდუქტს არ უგზავნიან ხოლმე მაინც. უფრო შეგვიძლია უთხრათ, რომ product deleted, რომ პროდუქტი წაიშალა წარმატებით რა. ეგ შეიძლება რომ უთხრათ. ნუ ზოგი უგზავნის ხოლმე მაინც წაშლილ პროდუქტს. ეგ მე გააკეთეთ თქვენითაც ძალიან მარტივი ამბავია. დავასაივოთ, გადავიდეთ აქ. delete, ხო? და მინდა რომ ეს მეორევე წავშალო, მოდი ბარემ. send-ი გავაკეთოთ, დამიწერა რომ პროდუქტი წაიშალა წარმატებით. ნახოთ აბა მართლა წაიშალა თუ არა. ფორმატი გავუკეთოთ. აღარ მაქვს ხო? ის ID-ორის ქონი პროდუქტი აღარ მაქვს და წაიშალა. და მოიცადე, ხო, არა, არ შვება მაგას, შემეშალა 200 ოკეი არის მაინც. ამიტომ ესე რომ არ მოხდეს, აუცილებლად უწეროთ ხოლმე status კოდები. დასერჩეთ, შეგიძლიათ status კოდები უბრალოდ და ჩამოყოლებული არის. მაგას კი შევეხებით მაინც, მაგრამ აქედანვე რომ სწორად რო წეროთ უბრალოდ რა. რომელ request-ზე რა status კოდი მინდა რომ გქონდეს. ამ შემთხვევაში ამანაც მიკარნახა დაუჯეროთ 204 არის წაშლის როგორც მახსოვს. და მოდი ბარემ წავშალოთ ეს პროდუქტს. ამის ID დავაკოპიროთ, ორის მაგივრად ჩავსვათ ეს ID, send-ი გავაკეთოთ, წაიშალა, მაგრამ 204 არის, თუმცა აქ არაფერი არ გამომიტანა, იმიტომ რომ 204 send product deleted. ხო, დიდი ალბათობით ეგ იმიტომ გააკეთა, რომ 204 no content-ი არის და აქედან გამომდინარე უკან არ დამიბრუნა არაფერი. მოდი ნახოთ ხო სწორად ვწერთ. delete status code. დავსერჩავთ ესე, აქ ვიღაცა მეკითხა. ოკეი, 204. 204 არის no content-ი წაშლის, თუმცა 200-ის გამოყენებაც შეიძლება აქ წერია, მაგრამ მე გიჩვენოთ რომ წაშლაზე გამოიყენოთ 204. უბრალოდ მაგ დროს უკან არაფერს აღარ აბრუნებს, აი სენჩი რაც მიწერია, მაგას აღარ აბრუნებს, თუმცა არ გვჭირდება მაშინ ამ შემთხვევაში საერთოდ. 4 არ აბრუნებს თუ საერთოდ ეგ delete არ აბრუნებს? 204 არ აბრუნებს. ნახე 200 რო დავწერო დააბრუნებს. წავშალოთ კიდე ერთი. ID ერთის მქონე. დააბრუნოს უკვე send-ი. ამან დააბრუნდა შეხედე. ახლა 200. ოკეი, ნუ რაღა დამჭა, ერთი რა დამჭა მარტო აქ. კარგით მეგობრებო. აი ეს იყო ეს CRUD ოპერაციები. ანუ აი ამ ყველაფრის ერთობლიობა გვქნის ჩვენ API-ს. უბრალოდ მე უკვე ჩვენ გვექნება უფრო ჩახლართული ლოგიკები იქ რა. მაგალითად პროდუქტების წამოღება კატეგორიით, იქ ვისწავლით ფილტრაციას, ცალკე ესა თქონდა იუზერების თემა ეხლა უბრალოდ ძალიან მარტივად. ნუ ეხლა შორს ვარ წავიდეთ. მაგებს ისედაც იცით რომ ვისწავლით. უბრალოდ აი ეს არის საფუძველი ამ ყველაფრის რა. აი ეს ყველაფერი კარგი დემონსტრაცია იყო ასევე
raised architecture-ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ხო? და ალბათ უფრო გაიგეთ პრაქტიკაში, რაზეც მე ვისაუბრე აქ. ოკეი. ის არის და ეს. ექსპრესის საფუძვლები, რაც მინდოდა რომ ამ ლექციაში ამეხსნა. ეხლა კითხვები გამოუშვით, თუ რამე გაქვთ მთლიან ლექციაზე. მე მაინტერესებს, ანუ delete-ის დროს ფრონტისთვის ანუ არ ვაბრუნებ დარჩენილი აიტემების სიას ისე უკან. არ არის საჭირო, იცი? იმიტომ რომ შენ ფრონტში get-ი გიწერია ისედაც და რო წაშლი იმ get-შიც წაიშლება და get-იდან რო წამოიღებს თავიდან user-ი, წაშლილი იქნება უკვე. ის აიტემი. ოკეი. ხო. ისე მაინტერესებს, ანუ ეს route-ები, ანუ ამ შემთხვევაში ცოტა გვაქვს, მაგრამ ანუ დიდი პროექტი როცა გვექნება, ანუ app-ში იწერება ყველა ის route-ი, რაც გვექნება. აი მაგას გავაკეთებ ზუსტად ასევე შემდეგ სემინარზე. მე უკვე განვიხილავთ MVC არქიტექტურას, რომელიც ყველაფერს უზრუნველყოფს, რომ გაყოფილი იყოს ეს ყველაფერი, route-ებით და ფუნქციებით და ასე შემდეგ. მაგ ყველაფერს მე ვიზავთ რა. ეხლა უბრალოდ ესე დავწერეთ app-ში ერთად მარტივად. თორე რა თქმა უნდა დიდ აპლიკაცია რო გვექნება უკვე app-ში რო წეროთ, სულ ანუ ძალიან აირევა და ვეღარ ვიპოვით რაღაცებს. ამიტომ განცდილებებს მე გავაკეთებთ. ასაგები. ოკეი. აბა სხვა ხომ არ გაქვთ რაიმე შეკითხვა? კარგით მეგობრებო, მაშინ თუ კითხვები აღარ გაქვთ, ჩაწერას გავთიშავ.